ყველას მოგესალმებით, ახლა ბევრი ვიდეო დავდე მოკლე და ესე იგი ზოგიერთი ელოდება ხოლმე რაღაც სენსაციურს, რაღაცა გინებას ან ლამძღვას ან კიდე რაღაცა ასეთებს არაფერს არ ვდებ მე და რა ვიცი, ახლა ნუ გამიბრაზდებით, იმიტომ რომ რამდენიმე კომენტარი იყო, ვითომ რაღაცა თქვა. არაფერი, აი, უბრალოდ დღევანდელ სიტუაციას რო გამოვეხმაუროთ, ხო? ესე იგი ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, ამერიკის პრეზიდენტმა, რომ ესე იგი გრენლანდია ჩვენი უნდა გახდესო და ეს ყველამ უკვე ვიცით და ამის გარდა კანადაც დროა რომ შემოვიერთოთო და ამის საფუძველი ახლა გრენლანდიაზე ასეთი სიტუაციაა, რომ იქ ვიღაცები ძვრებიანო ეკაო და რაღაც ალბათ სამხედრო ბაზები ან რაღაც იგულისხმება და შეიძლება იქ გემები შედიან ჩინეთის, რუსეთის, რა ვიცი და მაგის გამო უნდა გავაკონტროლოთო და დანიას, რა ვიცი, მაგაზე უფლება ან აქვს ან არაო და თუ აქვს კიდე დანიას თხოვთო რომ ისაო. ხო და კანადაზე კიდე ეს საზღვრებიო რაღაც ადმინისტრაციულიაო რაღაცა, როდესაც ვიღაცამ გაავლო კანადასთანო და საერთოდ ჩვენ მაგათ ესე იგი ეკონომიურადაც ვეხმარებითო და მაგის გარდა სამხედრო დახმარება მთლიანად ჩვენზეაო რა ჩვენ ვიცავთო ფაქტიურად და ეგ არისო რა მიზეზი რატომ ვითხოვთო. ხო და ახლა ეს აჩვენებს იმას რომ დღევანდელი უსაფრთხოების არქიტექტურა რაც არის აი რაღაც უსაფრთხოების სისტემა და საერთოდ საზღვრების სისტემა ხელშეუხლობის პრინციპები სრულად აღარ მოქმედებს უკვე ხო აი ადრე რუსეთი ამბობდა რომ აი ეს რაღაც საზღვრები ხელოვნურია DST საზღვრები ესა და ახლა მსგავსი ახლა გრენლანდიაზე მე წავიკითხე ესეთი რამე რომ საფრანგეთის ეს გამოვიდა რა ქვია საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენო კაცო დანია ჩვენ დავეხმარებითო და დავიცავთო ჩვენ ევროპას გვაქვს საშუალება რომ დავიცავთო დანიის სუვერენიტეტიო და მე კი რო ეკითხებიან არისო შანსი რომ ტრამპმა რაღაც თქვა ამ ადმინისტრაციამ სამხედრო ძალა გამოიყენოსო არ ამგონიაო რომ გამოიყენებს მაგრამ ფაქტია რომ დღეს უკვე ძლიერები იღებენო ყველაფერს სოფლიოშიო რა ეგეთი რაღაცა თქო და უკვე პირდაპირ ამბობს ეს კაციც აი ესეთი მესეჯია რომ მორევაზია რა ეს ვინ ძლიერია ეს იღებს ფაქტიურად არის ესე იგი ისეთი სიტუაცია რომ განუკითხაობა რა თითქმის ანუ ყველა რაღაცას ითხოვს ძალა და ყველგან შეტაკებები, ყველგან ბრძოლა, ყველგან ომი და როდის დამთავრდება ეს ყველაფერი ჩემი აზრით კიდეც მოსაოდნელია ხა მაგალითად თავის დროზე რუსეთს ალიასკის მიცემა სულ არ უნდა და ამერიკისთვის მაგრამ მე უკვე ამერიკა იმდენად მოძლიერდა და იმდენი ის კონდა კონტროლი ანუ აპირებდა უკვე აღებას რომ უკვე იძულებული გახდა და გაყიდა ალიასკის ტერიტორია ასევე ნაპოლეონმა მიყიდა ლუიზიანა თავის დროზე ეს ტერიტორიები მარტო ლუიზიანა კი არა იქ რამდენი ბევრად მეტი ტერიტორიები ამერიკას და იმ ფულით მე თავისი ომი დაიწყო ნაპოლეონმა ანუ ასეთი რაღაცები ხდება ხშირად და რა ვიცი ეთყობა ის პერიოდი როცა ყველაფერი იცვლება